მეწყერისაგან დაზარალებული სოფელ გოგორეთში მცხოვრები რუსიეს შვილების ოჯახი მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დახმარებას უკვე მეოთხე წელია ითხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომელთა შემოსავალი ყოველთვიურად მხოლოდ და მხოლოდ სოციალური დახმარებით მინიჭებული 100 ლარია, წამლის ფულად არ ყოფნის. რუსიეს შვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. 4 წლის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლი თავისი ციტრუსის ნაკვეთიანად მიწაში ჩაიტანა და ღიაცის ქვეშ დარჩენილებმა განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურს მიმართეს. რამოდენიმე თვის შემდეგ პასუხი დადებითი მოვიდა, მაგრამ რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. პირველი განცხადება მალევე გაკეთა და მოვიდა პასუხი, რომ დაგმაყოფილებული იქნებით, მაგრამ თანხა არანაირი რა. არ შემოსავალი, არც არაფერი პირობები იმის, რომ თქვენ იქნებით დაცული ჩვენი მხრიდან, ან ფინანსურად, ან რაღაცა დახმარებით, ან მასალით, არამე არაფერი საერთოდ ამის გავსი და ამის შემდეგ გადის რო და კი ასე როგორც უყუროთ ახლა. როგორც აკაკი რუსიაშვილის მეუღლემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გამგეობა მათ დროებით საცხოვრებელი ფართის გამოყოფასა და ქირის გადახდას შეჰპირდა, მაგრამ კონკრეტულ მომენტში მათ ქირის გადასახადზე უარი მიიღეს. ჯერ გვითხრეს რომ გამოყოფდნენ საქირავებელ ფართს. მე როცა მივედით რომ ჩვენ ნახავთ სახლს და თქვენ გვიქირავეთ გადაგიხადეთ თანგან, მე უარი თქვეს მაგისა რომ ჩვენ არ გვაქვს ახლა ბიუჯეტში მაგის თანხა რომ თქვენ დაგაკმაყოფილოთ და გადაგიხადოთ თანხა. რამდენი სული ხართ შეადგენთ ერთი? ჩვენ 5. 5? ხო, ინვალი 2 მცირეწლოვანი, 1 ავადმყოფი ჩაქცევით 4 წლისა ვერ ლაპარაკობს ბავშვი და დედამთილი ინვალიდი. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ წივწივაძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები და ფაქტიურად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად არიან, მაგრამ რატომღაც, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული საკითხი წლების მანძილზე პრიორიტეტად არ წამოწეულა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 647 განცხადებამდე არის შემოსული უსახლკარო და მეწყერით დაზიანებული ოჯახების განცხადება, აქედან 76 განცხადება არის მეწყერით და სტიქიურად დაზიანებული ოჯახები, რომლებსაც თითქმის საცხოვრებელი სახლები დანგრეული არის, დაშლილი არის და ითხოვენ დახმარებას. მეტეს შემთხვევაში უქირავთ ამ დაზიანებულ ოჯახებს, უქირავთ სახლებს და შეყავს სახლებში, მაგრამ წლევანდელი წლის ბიუჯეტი უკვე წლის ბოლო არის და აღარ გვაძლევს ამის საშუალებას. მერაბ წივწივაძის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს საკმარისი თანხა არ გააჩნია, ხოლო მომავალი წლისათვის მსგავსი ტიპის დაზარალებულ ოჯახებს მცირედი დახმარება აუცილებლად გაეწევათ.